4 მექანიზებული ბრიგადა წარმოადგენს ქართულ შეიარაღებული ძალებისთვის ეგრეთ წოდებულ მძიმე ბრიგადას. ის თავის თავში შეიცავს როგორც საცეცხლე, ასევე სამანევრო და ასევე დარტყმის შესაძლებლობებს, რაც მას ხდის უნიკალურად ბრძოლის ველზე საქართველოს საბრძოლო მოქმედებების თეატრში. ის არის ყველაზე კარგად დაკომპლექტებული ჯავშან ტექნიკით, საარტილერიო შესაძლებლობებით. Preistorija am ბრიგადას იწყება 91 წლიდან, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი მაშინდელი შინაგანი ჯარების ბაზაზე ჩამოყალიბდა პირველი ოპერატიული პოლკი. ეს პოლკი 92-13 წლებში გარდაიქმნა ოპერატიული ბრიგადა და პირველი ოპერატიული ბრიგადის შემადგენლობით მონაწილეობას ვებულობდა აფხაზეთში განვითარებულ საომარ მოქმედებებში. ამ ბრიგადის წინამორბედი იყო შინაგანი ჯარების პოლკი დაარსების დღიდან ეგრე ეწოდა. შემდეგ ორ თვეში გადაკეთდა ოპერატიულ ბრიგადად. აი ამ სახელით მოუწია ბრძოლები აფხაზეთში. ძალიან ძლიერი შემოტევები იყო ძალიან ხშირად და ბიჭებს უწევდათ ბრძოლა და ბევრი დაიღუპნენ ბიჭები. ეს იყო შინაგანი ჯარების პირველი ოპერატიული ბრიგადა მეტროს სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი ვასმოი პოლკით წოდებული. მან დაიწყე მუშაობა, ომი იყო ახალი დამთავრებული, აფხაზეთის ომი, დეკემბრის თვიდან დაიწყე მუშაობა. მაშინდელი დროის შედარება ეხანდელთან, რა თქმა უნდა, არ შეიძლება იყოს სულ სხვა ვითარება. მე არ ვიცი, ოჯახი ალბათ მეორე, თორე რამდენჯერ მქონდა ის, რომ გადავსულიყავი, მაგრამ ვერ წავედი აქ. ნამდვილად ხალხიც ყველაფერი ხორცია, შესიცხორცებულია ჩემთვის. როდესაც მე დავიწყე სამსახური 95 ლარი მქონდა ხელფასი და ეს საკმაოდ შეიცვალა პირველი. მეოთხე ქვეითი ბრიგადა 2004 წლის ბოლოს 29 დეკემბერს შეიქმნა პირველი ოპერატიული ბრიგადის ბაზაზე შინაგანი ჯარების. ბრიგადის შექმნისას სავალდებულო პირად შემადგენლობა, რომელიც იმყოფებოდა, ნელ-ნელა ეტაპობრივად დაუბრუნდა თავიანთ ოჯახებს სამსახურის გავლის შემდეგ. ხოლო ვინც მუშაობდით იმ პერიოდში, გადავედით ეტაპობრივად საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურზე. ეს პროცესი გაგრძელდა დაახლოებით 2007 წლის ჩათვლით. ჩემი როგორც ოფიცრის კარიერა სწორედ აქ დაიწყო მეოთხე ბრიგადაში. ეს იყო 2007 წლის ბოლო, როდესაც მეოთხე ბრიგადა ჩამოყალიბების პროცესში იყო და ზუსტად აი ამ ჩამოყალიბების პროცესში ბრიგადას 2008 წლის აგვისტოში მოუწია საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა. мотивация იყო ძალიან მაღალი. ბრიგადამ მაშინ მეწინავე პოზიციებზე იბრძოლა და განიცადა ასეთი დანაკარგები. 2008 წლის ომის დროს ბრიგადამ 60 მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ეს არ იყო მხოლოდ ჯარისკაცები და სერჟანტები, სწორედ აი ამ კონფლიქტში ორი ბატალიონის მეთაური ბრიგადამ დაკარგა ბრძოლაში.
საამაყოა რა ჩემს მეოთხე ბრიგადამ მსახურობ მეოთხე ბრიგადაში და ესეთ ხალხის გვერდზე ვინც ამდენი წვალება გამოიარა ამ ბრიგადის შექმნისათვის. მეოთხე ქვეითი ბრიგადა, მაშინ ჯერ კიდე ქვეითი ბრიგადა სამშვიდობო მისიაში ჩაერთო, ესე ვთქვათ, საწყისი პროგრამით, მომზადების პროგრამით, ეს იყო 52 მაშინდელი ქვეითი ბატალიონი 2012 წელს, მაგრამ 2013 წელს უკვე უშუალოდ მოხდა ამ ბატალიონის გადასროლა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, სადაც უკვე მონაწილეობდა ბატალიონი, გაძლიერებული ბატალიონის ზომის ქვედანაყოფი ჰელმანდის პროვინციაში მშვიდობის დამყარებისა და შინაარჩუნების ოპერაციებში. დავკარგეთ 10 საბრძოლო სამხედრო მოსამსახური, 10 გმირი. მე მინდა აქვე სარგებლო მომენტით და გამოვხატო თანაგზობა ყველა იმ ოჯახისათვის. ისინი არიან ჩვენი გმირები და მაგალითები. დღესაც და იქნება ყოველთვის ყველა იმ სამხედროსთვის, ვინც ამ ბატალიონში ბრიგადას მსახურობს. ეს იყო ერთ-ერთი დიდი დანაკარგი 2008 წლის მერე ამ ბრიგადისათვის. თოთხმეტ წელს ჩვენი ბრიგადას დაევალა მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც იყო საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მიღება, კერძოდ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ჩრდილოეთ სარდლობაში. ეს იყო პირველი მისია საქართველოს შერეული ძალებისთვის ამ სარდლობაში. მაგრამ ამით მე მინდა გამოვხატო, რომ საქართველოს როგორც თავდაცვის უნარების ამაღლებაში მეოთხე ბრიგადა მონაწილეობდა 2008-ში, ასევე გრძელდება ეს დღემდე ეს ტრადიცია, ოღონდ ქვეყნის გარეთ. მშლობა არა ქართველი ჯარისკაცი საქართველოს შინ თუ გარეთ, ყველგან ცდილობს თავის სახელი, თავის სამშობლო დაიცვას, ღირსება დაიცვას. და პატივი მიიღო მაგათ ყველა იმ სხვა სამხედრო სასახლეს, რომელიც ამ ბრიგადაში მსახურობდა და დაიღუპა ბრძოლის ველზე. ამავე დროს მინდა ხაზი გაუსვა და მადლობა გადავხატო ყველა იმ მეთაურს, ვარც არ ჩამოთვლილი მე არ გამოჩის, ვინც ამ ბრიგადის მეთაური იყო და ვინც თითო აგური შემატა ამ ბრიგადის განვითარებას. მეოთხე მექანიზირებული ბრიგადას 53 ბატალიონის სახელით ულოცავ დაარსების დღეს. ასთან ერთად ულოცავ ყველა სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მსახურობდნენ მეოთხე ბრიგადაში, ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც ეხლაც მსახურობენ. მინდა მათ უსურვო გამარჯვება, წინსვლა, ყოველთვის იყვნენ პირველები,
გაიარონ ის ტრადიციები და გაითავისონ რაც გაიარეს ჩვენმა სამხედრო მოსამსახურეებმა, იმ სამხედრო მოსამსახურეებმა, რომელებიც თავის შესწირებს ქვეყნის თლიანობას, ერთიანობას, ასევე სამშვიდობო მისიაში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების მაგალითზე და კვალობაზე გააგრძელონ სამსახური. წლიდან დღემდე მეოთხე მექანიზირებული ბრიგადა ჩართული არის მრავალ სწავლებებში, მათ შორის იყო როგორც ქართულ-ამერიკული სწავლებები, ასევე მრავალეროვნული სწავლება, რომელიც იყო ეჯარის სპირიტი 2015. მათ აკასრიათ ძალიან დიდი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, ვინაიდან ეს არის ყველაზე ძლიერი თავის შეარაღებით, თავის აღჭურვილით და თავის ამოცანით ბრიგადა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. შეიძლება ითქვას, რომ მისი განლაგება თბილისთან ახლოს ეს შემთხვევით არ არის და მის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქალაქის დაცვაც არის. ჩემი აზრით, მეოთხე ბრიგადა იმით განსხვავდებით, რადგანაც გონია რომ განსხვავდებით სხვა ბრიგადებისგან, სხვანაირი შემართებაა და სხვანაირი დამოკიდებულებაა საქმისადმი და ეს იგრძნობოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ადრეც და ეხლაც. ვისაც აქ უმსახურია, ყველა ალბათ ამაში დამეთანხმება.